მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით Top Speed-ის showroom-ში და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო რაღაცებზე. იმედი მაქვს, რომ მეორე სართულზე ხართ ნამყოფები და ნახეთ აქ რა პროდუქციაც არის წარმოდგენილი. თუ არ ხართ, გირჩევთ, რომ როდესაც Top Speed-ს ესტუმრებით, აუცილებლად ამოხვიდეთ ხოლმე მეორე სართულზე. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას. დღეს ვისაუბრებთ კარტინგის აღჭურვილობაზე. მოდი განვიხილოთ რეები არის. მივყვეთ ეტაპობრივად. პირველი, ეს არის ხელთათმანები. ეს არის უსაყვარლესი კომბინიზონი. დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგ ფერებში არის და ლამაზია. ეს არის ძალიან აუცილებელი ნივთი, ეს არის კისრის დამცავი. ეს არის ეგრეთ წოდებული ნეკნის დამცავი, რომელიც ასევე აუცილებელია, თუ ვაპირებთ კარტინგით სიახლეს. სპორტული ფეხსაცმელები, რომელსაც აქვს ძალიან თხელი ძირი და მოკლედ ეს თხელი ძირი რას გვაძლევს ზოგადად. როდესაც აქსელერაციის ან მუხრუჭის პედალს ვეხებით, მეტი მგრძნობელობა გვაქვს და უფრო ზომიერად კონტაქტობთ, ასე ვთქვათ, აქსელერაციის პედალთან ან მუხრუჭის პედალთან. აქ გვაქვს წარმოდგენილი ჩაფხუტები და ასევე გვაქვს ბალაკლავები. ეხლა კი გადავინაცვლებთ ლილო არენაზე, სადაც მიმდინარეობს საქართველოს კარტინგის ჩემპიონატი და უფრო ვრცლად ამ ეკიპირებაზე ისაუბრებს ბატონი მეულუდმელაძე. მრბოლელებს სჭირდება სპეციალური ეკიპირება, ახლა თქვენ ხედავთ მრბოლელებს სპეციალური ეკიპირებით, ანუ ფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სხვადასხვა ფერია, შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მათ თვითონ აირჩიონ ფერი, ასევე ჩაფხუტები, სხვადასხვა ფერია და თანამედროვე ავტოსპორტი უკვე კაფერად და ძველი ავტოსპორტისგან განსხვავებით. სპეციალური დამცავი კისრის ავტოსპორტია, რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის. შეჯახება ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ რბოლის წესებით გამიჯნულია, შეჯახება არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ყველა შედეგზე იბრძვის, შეჯახებაც ხდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს დასული მრბოლელი. ეკიპირება ჯამში სპეციალურია აბსოლუტურად ყველა ნაწილი. ის გატესტილია სპეციალურ დარტყმებზე, რამაც უნდა გაუძლოს, იმიტომ რომ გამორიცხული არ შეჯახება, არც გადაბრუნება და არც ასე შემდეგ. ხელებზე უნდა იყოს სპეციალური ხელთათმანი, რომელიც, კარტინგის შემთხვევაში სხვა ავტოსპორტისგან განსხვავებით, კარტინგი ღიაა და ასე ვთქვათ, გარემოსთან უფრო ახლოს ხარ. შესაბამისად ძალიან მარტივია, რომ აღმოჩნდე გზის საფარზე ეს ხელთათმანები უზრუნველყოფს იმას, რომ ხელი მარტივად არ გაიხეხოს, ასევე უზრუნველყოფს ამას უშუალოდ კომბინეზონიც, ანუ ისეთი მასალის არის, რომ არ უნდა გაიხეხოს, რაღაც გარკვეული დოზის ხეხვას უნდა გაუძლოს. ჩაფხუტის შიგნით სპეციალური ესეთი ბალაკლავა, შეუძლია ალების გარკვეული პროცენტი თავის-თავზე აიღოს და მეორე, რა თქმა უნდა, კომფორტულია მრბოლელისთვის, იმიტომ რომ ოფლი პირველი აი ამ მოწყობილობის შესასრუტია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სახეზე მრბოლელის ოფლი ნიშნავს, რომ მან შეიძლება კონცენტრაცია და მართვა დაკარგოს. ფეხსაცმელებიც ასევე, აი ხედავთ, რომ ის სპეციალურია, მას აქვს უნარი, რომ ისევე როგორც ინდუსტრიულ ფეხსაცმელს, ანუ შეითავსოს ხეხვა, როდესაც ის გზის საფართან შეხებაში მოხდება და შესაბამისად მრბოლელი მაქსიმალურად დაცულია. ერთი რაღაც გაჩვენოთ კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია კარტინგის შემთხვევაში, აი ესეთი სპეციალური დამცავი, რომელიც იცავს ნეკნებს და კარტინგის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ერთი რომ ღიად არის, მეორე გვერდული შეჯახება შეიძლება ძალიან მარტივად მოხდეს და მესამე შეჯახება საერთოდაც რომ არ მოხდეს, როცა კარტინგით უკვე მაღალ შიგარით დადიხარ, გვერდზე გინდა არ გინდა გიწევს სავარძელთან მიბჯენა ერთი და მეორე მხარესაც იმისთვის რომ მართვაში ზუსტი იყოს და წონასწორობა შეინარჩუნო, იმიტომ რომ წონასწორობა მაგალითად გეტყვით თუ მოტოციკლეტივით მოსახვეში რომელიმე მხარეს გადავიხრებით, ეს იმას ნიშნავს რომ პირიქით უკვე ეფექტი მივიღეთ
აბსოლუტურად ესეთი გაყინული პოზიცია უნდა ვიждეთ საჭესთან და ისე უნდა მართავდეთ, იმიტომ რომ წონის სრული ბალანსი შევინარჩუნოთ, რაც რა თქმა უნდა რთულია და ეს მოწყობილობა გვეხმარება იმისთვის, რომ რომელიმე მხარეს ესე მიბჯენილი ვიყოთ და თან ჩვენი ნეკნები დავიცვათ.